ქრისტეშობიდან მეოთხე საუკუნეში მეფობდა ესეთ რდად. იყო კაცი მორწმუნე. გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესიანი. ხოლო 485 წელს ვახტანგ გორგასალმა რუსთავის ეკლესიას საეპისკოპოსო სტატუსი მიანიჭა. გამხარებელი იყოს ეს ეკლესია თქვენი. მთლიანი რუსთავისა. ასე დაარსდა 1535 წლის წინ რუსთავის ეპარქია. მე რიტიმა შიში არასდროს არ ქონებია. მერტის ქება დადი. ქართული საისტორიო წყაროების გადმოცემით, რუსთავის არსებობა ფაქტობრივად ქართველი ერისა და მისი ცალკეული კუთხე-მხარეების ჩამოყალიბებას უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანაში დასახლებულა და ბრინჯაოს პერიოდში საკმაოდ მძლავრ სამოსახლოს წარმოადგენდა. ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ქართველთა მოდგმის პირდაპირი წინაპრები იყვნენ იბერო-კავკასიური ტომები. ამ ცივილიზაციის სათავეს წარმოადგენს შულავერის კულტურა, მტკვარ-არაქსის კულტურა და თრიალეთის ბრწყინვალე კულტურა, რომლის დასრულებასაც დაერთო კლიმატური პირობების გაუარესება. ამან კი გამოიწვია მოსახლეობაში ახალი საცხოვრისის ძებნის აუცილებლობა. და მათ მიაშურეს მტკვრის ჭალებს, იანლოს და გომბორის მთის ძირებს და ტყისპირებს. რუსთავის მიწამ შემოგვინახა ძველი ყოფის ამსახველი უნიკალური არტეფაქტები. აქ ადამიანები პირველად 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი მისდევდნენ მემინდვრეობას, აცხობდნენ პურს, ქვევრში აყენებდნენ ღვინოს. იყვნენ ხელმარჯვე ოსტატები და კარგი მებრძოლები. ყველაზე ძველი ნივთი, რაც ჩვენ რუსთავის ტერიტორიაზე გვაქვს აღმოჩენილი, ეს გახლავთ წითლად შეღებილი და შავი საღებავით მოხატული ქოთანი, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-18-მე-17 საუკუნით. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლოსის ცოლმა აღაშენა დედაციხე და მანვე აღაშენა ბოსტანქალაქი, რომელსაც ჰქვიან რუსთავი. მას შემდგომში ქალაქი რუსთავი გადაუცია მისი ერთ-ერთი შვილისთვის, კუხოსისთვის, მთელს მიწა-წყალთან ერთად, რომელიც მოიცავდა მდინარე არაგვის, მტკვრის და იორშორის არსებულ მიწა-წყალს. ქართლოსის სამემკვიდრეოს გაყოფიდან გამოდის, რომ კუხეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი რუსთავი. მას ესაზღვრებოდა მცხეთა, ხუნანი, გაჩიანი და ჰერეთი. რუსთავის ხსენება საომარ კონტექსტში იწყება წინა აზიაში, ალექსანდრე მაკედონელის ომების ციკლიდან. ქრისტეშობამდე 326 წელს ქართლს იკავებს ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი არიან ქართლიდან, აზო, რომელმაც პოვნა ციხე ქალაქნი ესეძლიერნი, წუნდა, ხერთვისი, დედაციხე სამშვილდე, ურბნისი, უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა, რუსთავი. თუ ჩვენ დღეს უფლისციხეში ვხედავთ ისეთ განვითარებულ საქალაქო ცხოვრებას, პლუს სავაჭრო გზის მნიშვნელობას, რომელიც მტკვრის ხეობაზე გადიოდა, შესაბამისად მცხეთა, შესაბამისად წუნდა, აი ამ კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ჩვენ რუსთავიც, რომელიც ფაქტიურად აი ამ ერთიანი სისტემის ნაწილი იყო. ქრისტეშობამდე 62 წელს ქართლში შემოვიდა რომაელი სარდალი პომპეუსი. მძიმე ბრძოლების შემდეგ მან დაიკავა მცხეთა.
ამ პერიოდისთვის რუსთავი არის დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი. ამას ადასტურებს ძველი რომაული რუკა, ეგრეთ წოდებული პოინტინგერის ტაბულა. პომპეუსი ებრძოდა მეფე არტაკს, რამოდენიმე ბრძოლის შემდეგ მცხეთაში შევიდა, დაიპყრო პომპეუსმა მცხეთა, იმისათვის რომ რომაელებისთვის ადვილი ყოფილიყო მცხეთის აღქმა, მას უწოდეს რომაული სახელი არტაქსატა. ანუ მეფე არტაგის ადგილი. პომპეუსის ჯარმა გამოიზამთრა ქვემო ქართლის ვაკეზე და რუსთავის ახლომახლო ტერიტორიაზე და დაარქვა რომაულად, ანუ ლათინურად სანორა. სანო ლათინურად ნიშნავს კეთილგანწყობილ, მშვენიერ, კარგ ადგილს. ამიტომაც ამ ადგილს რომაელებმა უწოდეს მათთვის მისაღები კარგი ადგილი, ანუ სანორა. სანორა აღნიშნულია პოინტინგერის ტაბულაზე ორი სახლის ნიშნით, ეს ორი სახლი, ეს არის ციხე ქალაქი, ასე რომ ეს არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისი, რომ თქვათ, რომ რუსთავი როგორც ციხე ქალაქი უკვე რომაულ რუკებზე დატანებულია პირველ საუკუნეში, ჩვენ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეს და რომაელები მანამდე კიდევ 100 წლით უფრო ადრე იცნობდნენ, მას შემდეგ რაც ისინი შემოვიდნენ პომპეუსის ჯართან ერთად იბერიის დასაპყრობად. სრულიად ბუნებრივია, რომ აი ამ ქალაქს ეშვა ისეთი ბუმბერაზი პოეტი, როგორიც გახლდათ შოთა რუსთაველი. პირველი მოსაზრება შოთა რუსთაველის რუსთაველობაზე გამოთქვა დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა პავლე ინგოროყვამ. 1978 წელს გამოიცა მისი თხზულებათა კრებული 7 ტომად. მეოთხე ტომში წერია: შოთა რუსთაველის წარმომავლობა უკავშირდება ბაგრატიონთა გვარეულობას, რომელთა მოდგმის სათავე მესხეთია. ბაგრატიონთა ერთ-ერთი გვერდი შტო მესხეთიდან გადასახლდა ჰერეთს და მერვე საუკუნის დასასრულს ისინი ხდებიან მეთაურნი ჰერეთის ფეოდალური სამეფოსი. საისტორიო წყაროები ჩვენ გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ჰერეთის ბაგრატიონთა გენეალოგიური შტო, დაწყებული უკანასკნელი მეფეებიდან ვიდრე შოთა რუსთაველამდე. ჰერეთის დამოუკიდებელ მეფეს გრიგოლ პირველს ჰყავდა ორი ვაჟი, ასათ პირველი და შოთა პირველი. 1117 წელს ეს დამოუკიდებელი სამეფო შემოიერთა დავით აღმაშენებელმა მშვიდობიანი გზით. თამარის გამეფების დროს ჰერეთის ერისთავია შოთას პაპა ასათ მეორე, უკვე მოხუცებული. 1192 წელს მას მოუმატეს რუსთავის მხარე და დაადგინეს სამეფო კარის ვაზირად, მეჭურჭლეთ უხუცესად. ამის შემდეგ მან ჰერეთის მმართველობა გადაულოცა თავის შვილს, გრიგოლ მესამეს, შოთას მამას, ხოლო რუსთავის ერისთავობა დაიტოვა. ასათ მეორე 1193 წელს გარდაიცვალა და რუსთავის მმართველობა მიუღია შოთას, როგორც გვარის პირველ მემკვიდრეს. ასე ხდება ის მფლობელი რუსთავისა 27 წლის ასაკში. შოთა მესამე, რუსთაველი. მოგეხსენებათ, რომ რუსთაველი ეს არის ადგილის მიხედვით ნაწარმოები ზედწოდება, ისე როგორც არის მაგალითად ზედაზნელი, თორელი, თორის ციხიდან, ციხის ჯვარელი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ადამიანმა, რომელიც აქ ცხოვრობდა, ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა, მას ეკუთვნოდა ეს ციხესიმაგრე, აი ამ ციხესიმაგრის სახელისგან მიიღო მან წოდება რუსთველი. ამ დროს რუსთავი არის საყოველთაოდ განთქმული ციხე-ქალაქი. პავლე ინგოროყვას აზრით, გენეალური ქმნილება ვეფხისტყაოსანი დაწერილია 1196-1207 წლებს შორის. შოთა ამ დროს 30-41 წლისაა. ესე იგი, პოემა მან დიდი ალბათობით რუსთავში დაწერა. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს სწორედ მისი ეს ფართო მსოფლმხედველობა და ვეფხისტყაოსანში აღწერილი თავისი უზარმაზარი გეოგრაფია პირობითად ვთქვათ. მამის გარდაცვალების შემდეგ კი 1204 წელს ის ხდება ჰერეთისა და რუსთავის მმართველი ერისთავი და მეფის ვაზირი, მეჭურჭლეთ უხუცესი. შოთა რუსთაველი არა მხოლოდ უდიადესი პოეტია, არამედ არის მამა ერისა
პოლიტიკური კრიზისის დროს ის გვევლინება როგორც დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. მონღოლთა შემოსევების პერიოდში ჟამთა აღმწერელი ჰერეთ-კახეთის წარმომადგენლებს ასე მოიხსენიებს: შოთა, თორღვა და სრულიად ჰერ-კახნი. 18 საუკუნის ქართველი მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი თავის მიმოსვლაში წერს, რომ ოდეს ჯვარის მონასტერი დაძველებულა, გუმბათს ქვეითნის სვეტნი განუახლებია და დაუხატვინებია შოთა რუსთაველს. მე ჭუჭლეთ უხუცეს. თვითონაც შიქხატია მოხუცებული. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე შოთა წარმოდგენილია როგორც საქართველოს სახელმწიფო ვაზირი. მე ჭუჭლეთ უხუცეს. მას აცვია საგანგებო მოსასხამი, სკარამანგი, რომელიც პორფირის ძოწეულის ქსოვილისაა. სკარამანგს საყელოზე დადებული აქვს ყარაყუმის, სიასამურის ფართო ბეწვეული, რაც იმას ადასტურებს, რომ შოთა რუსთაველი სამეფო გვარეულობას ეკუთვნის. არის მეფეთა ადგილთამჯდომი. შოთა რუსთაველი გარდაიცვალა 1250 წელს, 84 წლის ასაკში. და პავლე ინგოროყვას აზრით, ის დაკრძალულია მის მშობლიურ რუსთავში, ძველი კათედრალის სანახებში, სადაც მოისმის მშობლიური მტკვრის ნელი ხმოვანება. პოეტის რუსთავში მოღვაწეობას ადასტურებს ასევე დიდი მეცნიერი და მწიგნობარი თეიმურაზ ბატონიშვილი. შოთა რუსთველი იყო ადგილით ჰერეთით, ქალაქით რუსთავით და ქალაქიცა იგი იყო სამთავროდ მისსა მიცემული მეფისა თამარისგან. ადამიანი, რომელმაც ეს გენიალური ლიტერატურა შექმნა, არის ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენი ქალაქელი და ჩვენ გვეამაყება ეს. 1975 წელს სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში ხანძრისას იპოვნეს 1100 უცნობი ხელნაწერი. აქედან 140 აღმოჩნდა ქართული. პროფესორმა ზაზა ალექსიძემ ერთ-ერთ ხელნაწერში ამოიკითხა ჩვენთვის ფრიად საყურადღებო ამბავი. არაბთა შემოსევის შემდეგ ხადარიდან ზედაზენს გადმოასვენეს ვარაზ ბაკურ მეფის ნეშთი და ამ კეთილ საქმეში მონაწილეობას იღებს ორი სახლი: რუსთაველთა და მეწყენელთა საგვარეულო. აქ ამ ტექსტში პირველად გვხვდება რუსთაველთა სახლის, რუსთაველთა საგვარეულოს ხსენება. აი ამ რეალიებით, რაც აქ ვხედავთ, რუსთაველთა საგვარეულო დაკავშირებული იყო ისტორიული კახეთის, კუხეთის რუსთავთან და არა მესხეთის რუსთავთან. ასე რომ ჩემი აზრით ალბათობა ძალიან დიდია იმისა, რომ შოთა რუსთაველი თავისი წარმოშობით დაკავშირებულია სწორედ აი ამ რუსთაველთა საგვარეულოსთან და ისტორიული კახეთ-კუხეთის რუსთავთან. მე-19 საუკუნის დასაწყისში პლატონ იოსელიანმა დაიწყო რუსთველი ეპისკოპოსების სიის შედგენა. მან მიაკვლია 11-ის ვინაობას. მე-20 საუკუნეში ქვემო ქართლის მკვლევარმა მიხეილ ჯანგიძემ ამ რიცხვს კიდევ 2 მიამატა. რუსთაველმა მეცნიერმა იოსებ ჯაფარიძემ 13-21-მდე გაზარდა. აკადემიკ თიაშვილმა უფრო სიღრმისეულად იმუშავა, ეს 21 სია გაზარდა 33-მდე. ამ სიის რიგით მე-4 წევრი ასე მოიხსენიება: შოთა რუსთველი, სიბრძნის მოყვარული ფრიად, ფილოსოფოსი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი. 4-ვე მკვლევარის აზრით ეს პოეტი შოთა რუსთაველია, ვეფხისტყაოსნის ავტორი. შოთა რუსთაველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსთავის ეპისკოპოსი და მის შემდეგ გვაქვს უკვე შოთა რუსთაველის შემდგომი ეპისკოპოსების სიაცაბას. ასე რომ ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი რუსთავის ეპისკოპოსებს შორის უკავია შოთა რუსთაველის. დადიხარ კაცია მადლიან მიწაზე და შინაგან გრძნობ რაღაც უცნაურს, მშობლიურს.
ყოველი გოჯი მიწა აქ მისტიური სითბოთია გაჟღენთილი. ატმოსფერო უშუალო. სუნთქვა მითიური, ლეგენდარული. ურთიერთობა ადვილი, თავისთავადი, სიყვარულით გაჯერებული. ამას ყოველი რუსთაველი გრძნობს, გულით გრძნობს. და აი თურმე რა ყოფილა ამ უჩვეულო შეგრძნების საიდუმლო. თურმე აქ ყველაზე ბრძენ ქართველს, შოთა რუსთაველს უცხოვრია, უღვაწია, ულოცია, ჩვენი სამშობლო შეუვედრებია ცისა და ქვეყნის შემოქმედისთვის. ეს ისეთი განცდაა, როდესაც გრძნობ და არიცი. არა იცი, მაგრამ ვერ გამოსთქვამ. გწამს, მაგრამ ვერ დაგიჯერებია. გეუხერხულება. გრცხვენია, რადგან ისიც რუსთაველია და შენც. შეგვინდეს სულმნათო. ჩვენი გულგრილობა, ჩვენი დაუდევრობა, მცირედ მორწმუნეობა, უცხოთ მიმბაძველობა. დაგლოცე, გვაკურთხე, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს საპატიო წოდება. რუსთაველობა.